ნინოს ჯადოსნური დაბადების დღე. ზღაპარი! იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა, გონიერი და ძალიან თბილი გოგონა, სახელად ნინო. ნინოს ყველაზე მეტად მსოფლიოში ჟირაფი ჟოზეს და მისი მეგობრების ყურება უყვარდა. როდესაც ტელევიზორში ჟოზეს მხიარული სიმღერები გაისმოდა, ნინო მაშინვე ცეკვას იწყებდა. ნინო ტელევიზორში ჟოზეს ყოველ თავგადასავალს ინტერესით ადევნებდა თვალს. მოახლოვდა ნინოს მეორე დაბადების დღე. სახლი ფერადი ბუშტებით და დეკორაციებით იყო მორთული. დაბადების დღე მოვიდა. სუფრასთან ნინოს ყველაზე საყვარელი ადამიანები შეიკრიბნენ. დედა, მამა, ბებო და მამიდა. ასევე მოვიდნენ ნინოს მეგობრებიც. გილოცავ დაბადების დღეს. ნინომ სანთლების ჩაქრობის წინ თვალები მაგრად დახუჭა და გულში ერთი დიდი სურვილი ჩაიფიქრა. ნეტავ ჩემი მეგობარი ჟოზე და მისი გუნდი აქ იყვნენ, ჩემს დაბადების დღეზე. ვაუ, შეხედე ვინ მოვიდა. უცებ კარები გაიღო და ოთახში თავად ჟირაფი ჟოზე შემოვიდა. გილოცავ დაბადების დღეს, პატარა ნინო. დაიწყო ნამდვილი მხიარულება. ჟოზე და მისი მეგობრები ნინოსთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. დედა და მამა სიხარულით უყურებდნენ თავიანთ პატარას. ბებო და მამიდა კი ტაშს უკრავდნენ. მთელმა სახლმა სიცილი და სიმღერა გაიგო. ეს ნინოს ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური დაბადების დღე იყო. მან გაიგო მთავარი საიდუმლო. როცა რაღაც ძალიან გინდა და გარშემო საყვარელი ადამიანები გყავს, სასწაულები აუცილებლად ხდება. საღამოს, როდესაც მზე ჩაესვენა, ნინიკოს დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ჩაეძინა თავის ვარდისფერ საწოლში. მან იცოდა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი ელოდა, რადგან მისი ცხოვრება სავსე იყო სიყვარულით, მეგობრობითა და უამრავი ჯადოსნური მომენტით. ხოლო ჟოზე და მისი მეგობრები მას შემდეგ ყოველთვის ნინოს გვერდით იყვნენ. ხან ხმოვანი წიგნებიდან, ხან ტელევიზორის ეკრანიდან, ხან ნინიკოს ყველაზე ფერად სიზმრებში და ხანაც მის ოცნებებში. რა ლამაზი ბაღია. გამარჯობა. გამარჯობა მეგობრებო. დასასრული.